ნახე როგორი საინტერესო რაცა მოგიყვე. რამდენიმე დღის წინ საავადმყოფო მოვდივარ და ვიღაცა წამომეწია მაჩერებს და მეუბნება. გიორგი ექიმო, მე ვერ ვიცინებ. ვეკითხები რამდენი ხანია. მე ვერ ვიცინებ უკვე წლებია. კარგი, იყავი ექიმთან, კი, ძალიან ბევრი ექიმთან. სვამ რამეს, ძალიან ბევრ რამეს, რასვამ. როგორც რეცეპტულ წამლებს, ასევე არარეცეპტულსაც. ჩავმithვალა პრაქტიკულად მთელი ფარმაკოლოგი წამლებისა. ვეკითხები შედეგი მხოლოდ მაშინ, როცა წამოვსვამ. შევწყვეტ ისე უძილობა. ეკითხები უძილობის რომელი ფორმა გაქვს. უძილობა ხო იცი არსებობს ბევრნაირი, როცა თქვა დაწვევი და ვერ დაიძინებ. თანამარ თქვა შუაღამე არ გახდება, ეს არის ჩაძინების პრობლემა. როდესაც თქვა ჩაიძინებ, მაგრამ მე ღამით გეღვიძება ხშირად, ესეც უძილობის ფორმა არის და მესამე, როდესაც თქვა ჩაიძინებ, არ გეღვიძება ღამით, მაგრამ დილით ძალიან ადრე გაიღვიძებ, ესეც უძილობაა. ხო და ვეკითხები ამას რომელი გაქვს ამათ შორის მეთქი. პრინციპში მითხრა სამივე მათგანი. ხო და შევისწავლე ამ პაციენტის ისტორია და აღმოჩნდა, რომ იცი რა, მისი უძილობა ძალიან მარტივ რაღაცით იყო გამოწვეული და მივიდა ეს რაღაცა აქვე დაიმახსოვრე. როდესაც საქმე ეხება უძილობას, თუ ის არ არის გამოწვეული დაავადებით, როგორ წესი სამი რაღაცა არის ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირი მიზეზი. პირველი სტრესი, მეორე დეპრესია, მესამე შფოთვა. დაიმახსოვრე, როდესაც არის უძილობა, გამოსავალი არ არის წამლები. გამოსავალი წამლები არ არის, გამოსავალი არის, რომ შენ მოაგვარო რა არის უშუალოდ უძილობის მიზეზი. მე უკვე გითხარი, სამი რაღაცაა ყველაზე ხშირად უძილობის მიზეზი. პირველი სტრესი, მეორე შფოთვა და მესამე დეპრესია. შენ თუ გონია რომ ესენი ჩვენს ყოველდღიურობაში არ ხდება, ძალიან ცდები. სამსახურში რაღაც პრობლემა გაქვს, ეს სტრესია შენთვის. რაღაცა ვერ გადაიხადე, სტრესია შენთვის. გამოცდა გაქვს ხვალ, ეს სტრესია შენთვის. საკვები ვერ გააკეთე, სტრესია შენთვის. ვიღაცამ რაღაცა გითხრა ცუდი, ან ვიღაცისგან შენზე გაიგე ცუდი, სტრესია შენთვის. რაღაცა ხდება შენს ცხოვრებაში და ამაზე ღელავ, სტრესია შენთვის. ვიღაცა ყავს შენ ცუდად, სტრესია შენთვის. რაღაცას ელოდები შენს ცხოვრებაში, სტრესია შენთვის. ხედავ, სტრესი. საქმე შეერს რომ თუ თქვენ გაქვთ უძილობა და არ მოაგვარებთ სტრესს, დეპრესიას ან შფოთვას, ჩათვალეს უძილობა არ მოგვარდება არასდროს, მედიკამენტებითაც კი.